მოგესალმებით, დღეს ჩვენ ვიმყოფებით დედოფლის წყაროში და გვაქვს მორიგი მინდვრის დღე დაგეგმილი, სადაც წარვადგენთ ჩვენი პარტნიორი კომპანია ლიდეას ხორბლის ჯიშებს. წინა ვიდეოში გახსოვთ, რომ ჩავატარეთ მინდვრის დღე გერმანული Saathen Unionis რამოდენიმე ხორბლისა და ქერის ჯიშის შესახებ. დღეს უკვე წარმოგიდგენთ Solindos, რომელიც არის ფრანგული ბრენდ ლიდეას ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი ჯიში აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით. დღევანდელი მინდვრის დღის დაორგანიზება ჩვენ გავაკეთეთ ჩვენ პარტნიორ ფერმერთან ბატონ ტარიელ ქურხულიშვილთან ერთად, რომლის ხორბლის ყანაშიც ვიმყოფებით. ხორბალი საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება ვიზუალურად, ველოდებით ძალიან მაღალ მოსავალს და თვითონ მოსავლის უმაღლეს ხარისხს, რითაც ასევე გამოირჩევა ეს ჯიში Solindo. ზოგადად იცით ჩვენი ფილოსოფიის და კონცეფციის შესახებ, რომ მნიშვნელოვანია სრული ჯაჭვი იყოს უმაღლესი ხარისხის. დაწყებული უმაღლესი ხარისხის გენეტიკის თესლიდან, რომელიც ჩვენ გვაქვს ლიდეასგან და ასევე Saathen Unionisგან, ამ შემთხვევაში Solindos უმაღლესი ხარისხის გენეტიკის თესლი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინტეგრირება მოხდეს სწორი გამოკვებისა და მცენათდაცვის საშუალებების გამოყენება. პირველ რიგში დამუშავება ხდება თესლის სტიმულატორით, შემდეგ უკვე დაცვა ხდება ჩვენი პრემიუმ ხაზის იტალიური Finchimicas ბრენდის პრეპარატებით, როგორც სოკოვანი დაავადებებისგან, ასევე მავნებლებისგან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდის აზრით, ეს არის სწორად შერჩევა სტიმულატორების, ეგრეთ წოდებული მკვებავების, რისიც ჩვენს ყველაზე დიდი არჩევანი გვაქვს საქართველოში და ყველაზე მაღალხარისხიან პროდუქტებს წარმოვადგენთ ქვეყანაში. პირველ რიგში ეს არის Valagros ბრენდი იტალიიდან, ასევე გერმანული კომპო ექსპერტი, გერმანული ლებოსოლი, გრანულირებული სასუქი ლიტვიდან Teramiles ბრენდით, ესპანური პრებიოტიკი ერთადერთი ბაზარზე იმიტეკის მიერ წარმოებული და მოკლედ ამ სრული პროდუქტების ჯაჭვის გამოყენება ჩვენ გვაძლევს იმ საშუალებას, რომ სრულად ავითვისოთ ის საუკეთესო გენეტიკა, რაც ამ ჯიშს თავისთავად მოყვება. ჩვენ დღეს ვიმყოფებით დედოფლის წყაროს რაიონის სოფელ თავწყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ აქ გვიტესია ორი ახალი ჯიში, ერთი ხორბალი Solindo, მეორე გვიტესია ლაურიელი. დღეისთვის ჩავატარეთ ღონისძიება, ყველას ვაჩვენებთ, თუ რა შედეგი შეგვიძლია მივიღოთ, კარგი თესლით, კარგი მოვლით და კარგი პრეპარატებით. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება უკეთესი მოსავალი მივიღოთ და უკეთესად ვაწარმოოთ თესლით და ის პრეპარატები, რომელიც დღეისთვის გააჩნია Agroforce, ყველა აქ მინდორში გამოცდილი არის. შედეგი ძალიან კარგი გვაქვს მიღებული. უკვე აგერ მესამე წელია ამ პრეპარატებით ვმუშაობთ და გვაქვს ძალიან კარგი შედეგი. დღეს ასევე ვიმყოფებით ჩვენ ხორბლის ყანასთან ახლოს გვაქვს ქერის ყანის მინდვრის დღე. ეს არის გერმანული კომპანია Saathen Unionis სათესლე მასალა ლაურელის დასახელებით. ეს სათესლე მასალა არის ყველაზე მეტად გაყიდვადი რუმინეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. საქართველოს მაგალითად ძალიან კარგად მოხდა მორგება ჩვენს კლიმატზე და ნიადაგზე. ჩვენ კიდევ გვაქვს სამი დამატებით ჯიში Saathen Unionidან ქერის, რომელიც მოხდება დარაიონება და დატესტვა, მაგრამ დღევანდელი მონაცემით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლაურიელის ვიზუალურად ძალიან კარგად გამოიყურება და ველოდებით მაღალ მოსავალს. ზოგადად მინდა აღვნიშნო, რომ მარცვლოვ კულტურებში ჩვენი კომპანია ყოველდღიურად ძლიერდება, ხოლო დედოფლის წყაროს რაიონში ჩვენ უკვე 10,000-ობით ჰექტარი გვაბარია ჩვენ გუნდს, სადაც მთლიანი ჯაჭვი ხდება ჩვენი გუნდის მოვლა-პატრონობის ქვეშ. ეს არის როგორც სათესლე მასალა, ასევე გრანულირებული სასუქები, მცენათდაცვის საშუალებები, თხევადი სასუქები და ბიოსტიმულატორები. ჩვენი აგრონომები უწევენ კონსულტაციას ჩვენ პარტნიორ ფერმერებს სრულად. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ხდება იმ უმაღლეს შედეგის დადება, რაც საქართველოს მასშტაბით არის უპრეცედენტო და ხშირ შემთხვევაში რეკორდულ მოსავლიანობასაც ვაღწევთ.